არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. ისას რამა მიეხლა თავის ციურ ხომალდს. მომართა იგი და დაძრა. ხომალდი იყო დიდი და მშვენიერი, მორთული და მოჩუქურთმებული, ორი სართულით, უამრავი ოთახითა და ფანჯრით. ხომალდი გამოსცემდა უჩვეულო, სმენისთვის საამოხანგებს, ვიდრე ის ზეცაში ავიდოდა. ეს არის მცირე ფრაგმენტი უძველესი ინდური ეპოსიდან რამაიანა, თქვენ კი უსმენთ გადაცემა X-კოდს, მე მისი წამყვანი ვარ მიშა მიმინოშვილი, საღამოშვიდობისა. დღეს ჩვენ ხშირად მოგვიწევს უძველესი ინდური ეპოსის რამაიანასა და მაჰაბჰარატას და სხვა უძველესი ვედური მანუსკრიპტების ციტირება, რა თქმა უნდა, ქართულად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიამოვნებს უძველესი კულტურის დანატოვარის მოსმენა და მისი უნიკალური შემოქმედებით ტკბობა, არამედ შეიძლება ითქვას იმიტომაც, რომ მასში მოყვანილი ფანტასტიკური ზღაპრული სიუჟეტების მიღმა დავინახოთ 10,000 წლის წინ პრეისტორიული ცივილიზაციის მიერ დატოვებული კვალი. ერთგვარი მუსიკალური ფონის დღეს მთლიანად გვექნება რამაიანასა და მაჰაბჰარატას შესაბამისი, ბუნებრივია, რომ რაღაცნაირად ის შინაარსი, რომლის გადმოსცემასაც ჩვენ შევეცდებით, იყოს უფრო მიმზიდველი და შეიძლება ითქვას ჰარმონიულად იყოს ერთმანეთთან შინაარსიც და მუსიკალური ფონის. ჩვენ არაერთხელ გვითხოვს ჩვენს გადაცემებში, რომ მითებსა და ლეგენდებს სხვაგვარი წაკითხვა ჭირდება და ამაში ჩვენ არაერთხელ დავწმუნდით. თუ გააქვს შენ საჭირო ცოდნა, საჭირო ხედვა, შესაძლოა აი ზღაპრულ სიუჟეტებში ამოიკითხო პასუხი უამრავ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენ პლანეტას და ზოგადად სამყაროს ეხება. დღეს ჩვენ სანსკრიტულ ხელნაწერებში, რა თქმა უნდა, სანსკრიტის სპეციალისტები არც მე გავხავარ და არც გადაცემაზე მომუშავე ადამიანები, თუმცა ჩვენ შევეცდებით იმ მეცნიერების დახმარებით, რომლებიც ძალიან საინტერესო ვერსიას გამოთქვამდა, ამაზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბროთ, შევეცდებით ამოვიკითხოთ დამადასტურებელი არგუმენტები იმ მკვლევართა ვერსიის განსამტკიცებლად, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 10,000 წლის წინ ჩვენი პლანეტის უძველესი ცივილიზაციის წარმოადგენლებს გააჩნდათ საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიები, ჰქონდათ საკმაოდ მაღალი ინტელექტუალურ-კულტურული პოტენციალი, იმდენად მაღალი, რომ ჩვენი დღევანდელი მეცნიერული პროგრესი მხოლოდ მცირედით არის მასთან მიახლოვებული ამ დონემდე და შეიძლება ითქვას ახლოსაც არ არის თუ შევხედავთ და თუ გავითვალისწინებთ იმ დიდ ტექნოლოგიურ ძვრებს და იმ დიდ ტექნოლოგიურ აღმოჩენებს, რომელიც უკვე ჰქონდათ ძველ ცივილიზაციებს. რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ვერსია. ჩვენ კიდევ ერთხელ განმეორებით, რომ ჩვენ გადაცემაში გამოთქმულ მოსაზრებას არანაირად არ ნიშნავს იმას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მოსაზრებას ვახვევთ ვინმეს თავს. არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ერთ ვერსიას გაცნობთ, არამედ რადგან არსებობს განსხვავებული აზრი, რადგან არსებობს საკმაოდ სერიოზული მკვლევართა მოსაზრება, ბუნებრივია ის მოხდება გადაცემაში, რომელსაც ქვია X-კოდი. ამ მეცნიერთა აზრით, რომელზედაც ჩვენ მოგახსენეთ, ის ტექნოლოგიური მიღწევები, რითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ, ძალიან საკმაოდ მომწონს ეს ფონი, ძალიან უხდება ჩვენს გადაცემას. ის ტექნოლოგიური მიღწევები, რითაც ჩვენ ვამაყობთ, საკომუნიკაციო საშუალებები, ინტერნეტი, ტელეფონი, რადიო, ტელევიზია, გადაადგილების საშუალებანი, ავტომანქანა იქნება ეს თვითმფრინავი, სარაკეტო ხომალდი, ორბიტალური სადგურები, წყალქვეშა-ნავები, ბატისკაფები, ზოგადად ნანოტექნოლოგიები და ასე შემდეგ. აი მეცნიერთა აზრით ეს ყველაფერი დიდი ხანია, დიდი ხნის წინ არსებობდა უძველეს ცივილიზაციაში, თუმცა მოხდა რაღაცა საშინელება, მოხდა უდიდესი კატასტროფა, რამაც ყველაფერი განადგურა და კაცობრიობამ ყველაფერი დაიწყო ნულიდან. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მხოლოდ ვერსია. დღეს არ გიგონოთ, რომ მე ვარღვევ ტრადიციას და უკვე ვსაუბრობ ფრინავ თევზებზე, რა თქმა უნდა, მე ტრადიციას არ დავარღვევ და ფრინავ თევზებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ფრინავ თევზებზე ვისაუბრებ იმ გაგებით, რომ მკვლევართა იმ ვერსიას, რომელიც ამტკიცებს და რომელიც მიიჩნევს, რომ ძველ ეპოქაში, უძველეს ცივილიზაციაში, რომლის მხოლოდ რაღაცა ფაქტები და არტეფაქტები ღარის შემორჩენილი, აი იმ ცივილიზაციის წარმოადგენლებს ჰქონდათ საშუალება იმისა, რომ თუნდაც შეეძლებოდათ გადაადგილება არა მხოლოდ მიწაზე, არამედ ცაში. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ძველ მანუსკრიპტების დახმარებით მეცნიერებთან ერთად გავარკვიოთ, ჰქონდათ თუ არა ჩვენს უძველეს წინაპრებს სუპერ ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰაერში გადაადგილების საშუალებები. ეს იქნება ჩვენი მთავარი თემა და შეიძლება ითქვას ჩვენ ამით ერთგვარ ციკლს დავიწყებთ. რა თქმა უნდა, ეს იმას ანიშნავს, რომ მეორე გადაცემა სწორედ ამ თემას მიუძვნით. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ გადაცემები ზოგადად იქნება თქვენი შეკვეთით, თქვენი შინაარსით, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ, თქვენი მოსაზრებით, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ, თუნდაც SMS-ის დახმარებით, თუნდაც
Facebook-ის გვერდის დახმარებით, თქვენ ყოველთვის მაძლევთ ხოლმე შენიშვნებს, დიდი მადლობა ამისთვის და რა თქმა უნდა დღევანდელი გადაცემა სწორედ თქვენ შენიშვნებზე და მოთხოვნებზე აგებულ. და ნუ ჩვენ კიდევ ერთხელ რაღაცნაირად გეტყვით რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ აი ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, შევეცდებით გავცეთ უფრო ზუსტად პასუხი კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა იმის ალბათობის დაშვება, რომ უძველეს ცივილიზაციებში შესაძლებელი ყოფილიყო გადაადგილება ჰაერში და ასე არსებობდა თუ არა ასეთი ხომალდი. ნუ პრინციპში არსებობდა კი არა, ნუ ზოგიერთი მკვლევარი ამბობს რომ არა თუ არსებობდა, არამედ არსებობდა და თან ამას იყენებდნენ სწორედ შეიძლება ითქვას მასობრივი განადგურების იარაღის ტრანსპორტირებისა და მისი მოქმედებაში მოყვანის მიზნითაც. ანუ ეს ფაქტობრივად ორმაგი დატვირთვა ჩვენ დღევანდელ გადაცემას, ერთგვარად ჩვენ შევეცდებით ვნახოთ აი ძველი მანუსკრიპტების დახმარებით და რა თქმა უნდა ამაში ჩვენ შესანიშნავი მუსიკალური ფონი გამოგვადგება, რომ ძველ ინდურ ეპოში, სანსკრიტულ ვედურ ლიტერატურაში მოყვანილი ვედურ ლიტერატურიდან ამოკრეფილი ციტატების დახმარებით და მასში აი ამ ზღაპრული სიუჟეტების მიღმა დავინახოთ უკვე ეს რეალობა, რომელიც მხოლოდ სამწუხაროდ აი ესეთი შეცვლებულ მანუსკრიპტებში შემოგჩა. ნუ ასეთი იდუმალი იარაღის ფლობა ისე როგორც საფრენი აპარატის მართვა, სეციური ბინადრები მხოლოდ განსაკუთრებული ღირსების მქონე ადამიანებს რჩეულები იყვნენ მხოლოდ ღირსნი იმისა, რომ მსგავსი საფრენი აპარატი და მსგავსი იარაღი ქონოდათ, ეს ნებისმიერ ვედურ ლიტერატურაში ხაზგასმით არის გამოყვანილი და ხაზგასმით არის მითითებული. და კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ციტატას რამაიანიდან, რითაც დავიწყეთ გადაცემა. გამთენისას რამა მიახლა თავის სიურ ხომალს, მომართა იგი და დაძრა. ხომალდი იყო დიდი და მშვენიერი, მორთული და მოჩუქურთმებული, ორი სართულით, უამრავი ოთახითა და ფანჯრით. ხომალდი გამოსცემდა უშუალო სმენისთვის საამოჰანგებს, ვიდრე ის ზეცაში ავიდოდა. ნუ ეს ის მომენტია იმ ეპოსიდან, როდესაც დემონმა რავანა მოსტაცა რამას მეუღლე სიტა, ჩასვა სხვათაშორის ასევე თავის ხომალში და გაუჩინარდა ცის კამარაში, მაგრამ რამა ბუნებრივია ესეთი ვაჟკაცი გმირი დადებითი, ნუ გმირიც არა, ეს ფაქტობრივად ღმერთკაცი, რომელმაც თავისი ცეცხლოვანი ფრინავი აპარატით ამას ხაზს უსვამ, უმალვე დაეწია მოხდურს, შეებრძოლა მას საში და დააბრუნა მშვენიერი სიტა. ასევე ძველ ინდურ ეპოში მოხსენებულია ტრანსპორტი, რომელსაც აი ასე არის ფაქტობრივად ეს ასეთი მაგალითების მოყვანა ძალიან ბევრი შეიძლება და ჩვენ მეტნაკლებად შევეცდებით მათ მოყვანას, თუმცა ჩვენ კიდევ სხვა საინტერესო მომენტები გველის წინ, ამიტომ ამაზე მე აქცენტს აღარ გავაკეთებ. ასეთი აი სურვით ასე არის ძველ ინდურ ეპოში მოხსენებული ტრანსპორტი, რომელსაც დამანგრევალ ძალიან მასიური განადგურების იარაღის მსგავსად ღმერთები, როგორც მოგახსენეთ, აძლევდნენ მხოლოდ რჩეულ გმირებს. და ამ ტრანსპორტს, ამ ჰაერში გადაადგილების ტრანსპორტს, სწორედ ამ ძველი ვედური ლიტერატურის თანახმად ეწოდებოდა არც მეტი არც ნაკლები ვიმანი. სწორედ ვიმანით ეწევა დემონ რავანას გმირი რამა, რათა გადაცებული საცოლე დააბრუნოს და სხვათა შორის აი რამაიანაში არ ვიცი რამას საფრენ აპარატ სახელი არ აქვს, თუმცა რავანას ვიმანს, ანუ რამანას დემონის ამ საფრენ აპარატ სახელი ქვია პუშლაკი, ყვავილების შემკული, ქართულად რო თარგმნოთ ესე ქვია, ის არგვალზე მწყინავ ღრუბელსა და მზეს მოგვაგონებსო, ესე წერია რამაიანაში და პუშლაკმა შემდგომ უკვე დემონ რავანას საფრენმა აპარატმა საბოლოო ჯამში რამას ვიმანა გრიხაში გადაინაცვლეს. ვიმანა გრიხა ძალიან საინტერესო ტერმინოლოგია, ამიტომ ეს ნიშნავს ერთგვარ ანგარის ნაირსახეობას, ანუ ადგილს, სადაც ასეთი საფრენი აპარატების აკუმულირება და მათი შენახვა ხდება. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ბევრი საინტერესო რამის მოსმენა გელით თქვენ დღეს და სხვათა შორის ამ ეპიზოდში, სადაც რამა თავისუფლებს სიტას, ბოროტი რამანას ტყვეობიდან ხდება ასევე მასობრივი განადგურების ღვთაებრივი ძალის მქონე იარაღის აღწერას. ღვთაებრივი იარაღის, როგორც გითხარით, მხოლოდ რჩეულებს ეძლეოდა ზეციდან და აი ამ იარაღის თანახმად, აი ამ ძალის მქონე უცნაური საიდუმლო ძალის მქონე იარაღით რამამ თავისი მოწინააღმდეგე საბოლოო ჯამში და გაანადგურა. და ნახეთ, მე მოვიყვანე ეს ციტატას და მიხვდები თუ რატომ განსაკუთრებულად აღნიშნეს. და მაშინ სტყორცნა რამამ ის არის აშინელი ყოვლის მუსრელის სიკვდილის მომტანი შორ მანძილზე მფრენი ის არის. რამას მიერ ნასროლმა ისარმა დაწვა დიადი ცეცხლით მძლეთამძლე რაქშასი, რომელიც ეტლიდან მასში შებმული ცხენებიდან ცეცხლში გაეხვია და დაიშალა ის ხუთ ძირითად საწყისად, მისი ძვალი, ხორცი და სისხლი აღარ სადიღო, ისინი ცეცხლმა შთანთქმა ისე რომ ფერფლის კი აღარ იყო. ნუ ამ იარაღის ასეთი ბუნებრივი ეს ეპოს
ეპოსია ზღაპარია, მაგრამ თუ დაუკვირდებით ამ იარაღის მოქმედების აღწირილობა ძალიან გავს ეგრეთ წოდებულ არ ვიცი ქართულად როგორ შეეხს, მაგრამ ესე ნაპალმის ბომბს, რომელიც ფაქტობრივად რომლის მოქმედებაში მოყვანა თქვენ როგორ მოქმედებს ეს ნაპალმის ნაღმი თქვენ ნანახი გაქვთ თუნდაც ფილმებიდან ან სამწუხაროდ დოკუმენტური ფილმებიდან, ამით ხშირად იყენებენ ამ საბრძოლო ამ იარაღს და იმის თქვა მინდა რომ აი ეს ჩემი აზრი არა, კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს არის მკვლევართა აზრი, რომელთაც გაქვთ განსაკუთრებული უნარი ასეთ ლეგენდებისა და ასეთ ლეგენდებში აღწერილი ქმედებების უკან დაინახონ, შეადარონ, დაუშვათ გარკვეული ანალიზიც კი ჩაატარონ, ამაზე ჩვენ ბუნებრივად ვისაუბრებთ და დაასკვნან, რომ უძველეს დროს შესაძლებელია ყოფილიყო ისეთი აპარატი, რომელსაც ადამიანებს შეეძლოთ თუნდაც ჰაერში გადაადგილება და ამ აპარატს, როგორც გითხარით, ძველი ინდური ლიტერატურის თანახმად ქვია ვედებით. მე შეგნებულად მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აი ინდურ ეპოსს შევეხებით, რამე თუ ანალოგი სხვა კულტურასთან გნებათ, შუმერულ ბაბილონურ კულტურასთან, ასე ძველ ეგვიპტესთან, ძველ მაიას ტომის ნახატებთან და მათ აი ეს კულტურებთანაც შეიძლება ანალოგის გავლება, თუმცა როგორც გითხარით, ძალიან შორ წაგვიყვანდა, ძალიან ფართე თემა, ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ დღეს შემოვიფარგლებით მხოლოდ და მხოლოდ ვიმანებით, მხოლოდ და მხოლოდ ინდური ეპოსით, რამაიანათი, ასევე მახაბჰარატათი, ასევე სხვა ვედური სანსკრიტული მანუსკრიპტებით და ეხლა წინათ გავუსწრებ მომდენს კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ნაშრომის განხილვა მოგვიწევს, რომელიც მეტნაკლებად მეცნიერული ხასიათის არის და რა თქმა უნდა დავწმუნდებით იმაში, თუ რამდენად აქვთ მყარი არგუმენტი იმ მეცნიერთა მოსაზრებას, რომელიც ამტკიცებენ, რომ ძველად ჰქონდათ ესეთი საფრენი აპარატი, რომელსაც ეწოდებოდა ვიმანა და ნამდვილად იყო თუ არა ეს მხოლოდ ფანტაზიის წყარო, თუ მართლაც ჰქონდათ ამ ძველი ცივილიზაციის კულტურის მქონე ადამიანებს ასეთი გადაადგილების, ჰაერში გადაადგილების საშუალება. ნუ მახაბჰარატაში უკვე გადავიდეთ, მახაბჰარატაში იქაც კითხულობ ციტატა მაისურა. ეს ერთ-ერთი მეტოქეა კრიშნასის, სხვადასხვის მაისურა ეს ძალიან საინტერესოა, ნუ მაისურაც შეიძლება თქვა, რომ ეს ზოგადად იქიდან მოდის შვენი ძირი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ნუ ეს რა ვქნათ, ესე ქვია მაისურა ქვია გმირს, რომელიც კრიშნას მეტოქე იყო და ინდრას მეტოქეც იყო ამავდროულად. მას ჰქონდა საფრენი ეტლია, ეს აღწერილია ეს ეტლი, რატომაც აი ამ დემონების და რაქშესების ეტლი უფრო აღწერილია ხოლმე, ვიდრე დაუშვათ აი დადებითი გმირებისა და სახელებიც მათი უფრო გამოკვეთილია რამაიანაში და აი ამ ეპოში, ვიდრე დაუშვათ დადებითი გმირებისა. აი ამ მაისურას ჰქონდა საფრენი ეტლი, ოთხთვლიანი ვიმანა, რომელიც სიგრძეში იყო 12 არშინი და მეფეს მას ალმოდებული ჭურვების სასრულად იყენებდა. კიდევ ერთხელ თითქმის ყველა საფრენი აპარატი განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ მეტოქესთან ბრძოლაში გამოიყენებინათ. აი რაღაცნაირად ესეც გარკვეულ ანალოგიის გავლების საშუალებას გვაძლევს და როცა კრიშნა მოწინააღმდეგეს მივახლოვდა, მისი ეტლი უცებ უხილავი გახდა, მაგრამ კრიშნამ იგი მაინც დააზიანა, მან მტრის ვიმანის ტრაექტორია ხმის მიხედვით გამოთვალა. მადლული მისახვედრია, რომ აი ამ მაისურას ვიმანა შესაძლოა სპეციფიური გამჭვირვალე სისტემით იყო აღჭურვილი, რომელზეც დღეს უკვე მუშაობენ ამერიკის სპეცსამსახურები, რომელსაც მას მტრისაგან უხილავს კვდი და საუბრობთ, მისი ვიმანა საკმაოდ ხმაურიანი ძრავაც ჰქონდა, სწორედ ამ ხმაურის დახმარებით შეძლო კრიშნამ უხილავი ხომალდის დაფიქსირება და განადგურება. შევისმენთ ცოტა ხნით და შემდგომ კვლავ დავუბრუნდეთ ამ საინტერესო თემას რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშულთან ერთად. ქონდა თუ არა უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლებს საშუალება გადაადგილებისა ჰაერში, ქონდა თუ არა მათ საფრენი აპარატის სახელწოდებით ვიმანი. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი გადაცემის თემა. შეგახსენებთ, რომ როგორც ყოველთვის ყოველ პარასკევს გადაცემა X კოდი ეთერში, მე კი მისი წამყვანი ვარ მიშა მიმინოშვილი, კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ, გამოვაგზავნოთ თქვენი SMS მოკლე ტექსტური შეტყობინება SMS ნომერზე 917778, SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, ხოლო SMS სერვისით რბუნებრივია, თქვენ უკვე იცით, რომ რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. ასევე შეგიძლიათ თუ ვერ მოისმენთ ამ გადაცემას პირდაპირ ეთერში, არ გაქვთ ამის საშუალება, შეგიძლიათ შევბრძანოთ რადიო იმედის Facebook-ის გვერდზე, დავამეგობრდეთ გადაცემა X კოდს და ნახოთ უკვე ორშაბათს ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსია. და კვლავ დღევანდელი გადაცემა ერთგვარად აი ესეთი
ინდური ჰანგის ფონზე ჩვენ ვისაუბრებთ ინდურ მითოლოგიაზე, ინდურ ეპოსზე, ძალიან ბევრ საინტერესო რამის გაცნობას შევეცდებით და შევეცდებით ნამდვილად ვნახოთ და რამდენად რეალურია და რამდენად შეიძლება დაუშვათ არსებობა იმისა, რომ უძველეს ცივილიზაციაში შესაძლოა ყოფილიყო საფრენი აპარატი. Რა თქმა უნდა, 80% მეცნიერების ამას ძალიან სკეპტიკურად უყურებს, მათ შორის სავარაუდოდ თქვენს და მათ შორის სავარაუდოდ ჩვენი რეჟისორის და მეც ამას გარკვეულწილად სკეპტიკურად უყურებთ, თუმცა ძალიან დიდი არმია მეცნიერებისა, რომლებიც სწავლობენ, როგორც გითხარით, აი ამ ეპოსს, რომლებიც კითხულობენ ლეგენდებს, მითებს, ამ სანსკრიტულ ლიტერატურაში დავანებულ სივრცეს, აბსოლუტურად სხვა თვალით, აბსოლუტურად სულ სხვა ჭვრეტით, ისინი აკეთებენ ანალიზს, ისინი ადარებენ, აკეთებენ ერთგვარ გარკვეულ ვერსიას გამოთქვამენ სწორედ მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, აკეთებენ იმას თუ რაც წერია იმ ვედებში, იმის ხორჩესხმასაც აპირებენ. თუმცა მოდით ყველაფერს ისე თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, აღარ გადაუხვიოთ ჩვენს დღევანდელ ხაზს და მოგახსენეთ, რომ რამაიანაში, მახაბჰარატაში რამდენიმე ციტატა მოგიყვანეთ, სადაც აღწერილია თუ როგორ ებრძვიან ერთმანეთს ღმერთკაცები, ადამიანები, გმირები და ებრძვიან ერთმანეთს ჰაერში, ებრძვიან ერთმანეთს საფრენი აპარატით, რომელსაც სახელიც აქვს ვიმანა და განსაკუთრებული აღსანიშნავია კიდევ ერთხელ გეტყვით ის, რომ ვიმანა ეს არის საბრძოლო ფაქტობრივად საბრძოლო აპარატი, ანუ ეს არ არის მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამხოლოდ ძირითადად ეს არის საბრძოლო ხომალდი, რომლითაც ერთმანეთს კვლავინდებულად კიდევ ერთხელ განმეორდები, მასობრივი განადგურების იარაღითაც კი ერთმანეთის განსანადგურებლად მიმართავენ განსაკუთრებული სიძლიერე, შეიძლება ითქვას ღვთაებრივი, არამიწიერი სიძლიერის მქონე იარაღს და რითაც საბოლოო ჯამში მოხდა ის კატასტროფა, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენ თავიდან დაგვაწყებინა ყველაფერი, ასე წერია ვედებში, ასე წერია ამ მახაბჰარატასა და რამაიანაში და ასე მიიჩნევენ მეცნიერები, რომელთა ვარაუდს ჩვენ რა თქმა უნდა მეტნაკლებად უჯერებთ და ბუნებრივია სწორედ ამიტომაც არსებობს ეს გადაცემა, რომ გარკვეული დასკვნა ჩვენ თავად გამოვიტანოთ. ძალიან მსგავსი საჰაერო ბრძოლების მაგალითები, რომელზედაც მე გადაცემის პირველ ნაწილში მოგახსენეთ, მრავლად არის ინდურ ლიტერატურაში, თუნდაც რიგვედაში, სადაც ინდრა ეს ეციური სამეფოს გამგებელი, მოგახსენება და მართველი, გადაადგილდება სივრცეში მისი ულამაზესი საჰაერო ხომალდი სამწუხაროდ მე არ ვიცნობ კარგად ამ რიგვედას და ვერ გეტყვით მის სახელწოდებას, თუმცა მას რამდენიმე აქვს და კიდევ ერთხელ გეტყვით, როდესაც ასეთი გმირები და ასეთი განხრთობილი ადამიანები ამარცხებენ დემონებს, ისინი მათ საფრენ აპარატებს თავის ანგარში მიყავთ და ფაქტობრივად ეუფლებიან მათ და ფაქტობრივად აი კრიშნასაც და აი ყველა ღვთაებებს, ვიზედაც საუბარმა დადებით პერსონაჟებს, რომლებიც ამარცხებენ ბუნებრივია, როგორც ხაპრებში და როგორც ლეგენდებში ხოლმე დემონებს, ისინი ეუფლებიან მათ ვიმანებს და მათი საფრენი აპარატის რიცხვი, მათ ფლობაში არსებული საფრენი აპარატების რიცხვი იზრდება. აი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მაგალითების მოყვანა შეიძლება ინდურ ეპოსიდან, სადაც ამ ვიმანების დახმარებით ერთმანეთს ანადგურებენ თავისი მეტოქეების ქალაქებს და წმინდა წერილებიდანა ძალიან ინდური წმინდა წერილები მაქვს, ვედები მაქვს, ხედავობაში ბევრი მაგალითი შეიძლება მოყვანა და ეს რა თქმა უნდა ძალიან შორს წაგვიყვანს. ამაში გასაკვირი მეტყვი თქვენ არაფერია. მეც რა თქმა უნდა დაგეთანხმებიდათ, იმიტომ რომ ზღაპრებშიც დაფრინავენ ზღაპრული გმირები, მაგრამ ამ შემთხვევაში აღსანიშნავი ერთი რამ და ამას მინდა მე ხაზი გაუსვა, ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვანი დეტალია. ინდური პანთეონის ღმერთები, აი ეს დემონები, გმირები ცაში ერთმანეთს არა დრაკონებზე, ფრინველებზე ან რეპტილიებზე ამხედრებულნი ებრძვიან ერთმანეთს, არამედ პილოტირებულ საფრენი აპარატის დახმარებით, რომელსაც მუდმივად არის რაღაცნაირად გარკვეული გამანადგურებელი, მოდით ესე ვთქვათ, იარაღი, რომელსაც სხვადასხვაგვარი სახელი აქვს და ჩვენ რა თქმა უნდა გითხარით კიდეც, რომ ამ ძველ პანთეონის იარაღებს, რომელიც აბსოლუტურად მითოლოგიურია, აბსოლუტურად ძალიან ზღაპრული სახელწოდება აქვს, თუმცა როგორც გითხარით, მეცნიერები გარკვეული ანალოგიების დახმარებით, რომელსაც დღევანდელი მეცნიერული პროგრესის გვაძლევს საშუალებას ამისა, აი ამ შედარებით ისინი უკვე გარკვეულ დასკვნებს აკეთებენ და თვლიან, რომ სწორედ მაშინ გარდა იმისა, რომ ქონდათ საფრენი აპარატი, ქონდათ ასევე მასობრივი განადგურების იარაღიც. მეტის ვედებში მოცემულია, აი ახლა უკვე ძალიან საინტერესოა და სწორედ ამიტომ მინდა თქვენი ყურადღება გამოვახმო, მე ვედებში მოცემულია საფრენი აპარატების აღწერა. ანუ არა მხოლოდ რამაიანასა და მახაბჰარატაში ეს ზღაპრული თემა დაუშვათ ლეგენდებს, თითქოს და ყველა ლეგენდებში ხდება, როდესაც გმირები დაფრინავენ და ცაშიცებენ. გასაკვირი ამაში თითქოს არაფერია, მაგრამ აი ამ ვედური ლიტერატურაში მოცემულია
შეუძლია საფრენი აპარატების აღწერა და თქვენ წარმოიდგინეთ ამ აღწერას აქვს მყარი ტექნიკური საფუძველი, ნახაზები, რომლის მიხედვით სავსებით შესაძლებელია ამ დაუშვათ დადასტურება იმის მართლაც მუშაობს თუ არა ეს სქემა მართლაც მუშაობს თუ არა ის რაზედაც მაქვს დღეს საუბარი და რაზედაც როგორც გითხარი მკვლევართა ერთი ჯგუფი ვარაუდს გამოთქვამს რომ ასეთი საფრენი აპარატები სავსებით შესაძლებელია რომ ყოფილიყო და აქვე მინდა გავუსწრო მოვლენებს რომ ერთ-ერთი ქვეყანა მაშინ ჩინეთი არის მოსაზრება არა საკმაოდ მყარი არგუმენტი აქვს ამ მოსაზრებას და არაერთხელ დაბეჭდილა პრესაში რომ ჩინეთში არიან გარკვეული ლაბორატორია, სადაც სწორედ აი ამ ვედებში აღწერილი საფრენი აპარატების სისტემაზე მუშაობენ და ძალიან საკმაოდ შორს არიან წასულების, ამბობენ იმასაც, რომ ასეთ სისტემაზე მუშაობდა თავის დროზე მესამე რაიხის წარმომადგენლები, ვრილი და ტულე, იცით თქვენ ეს საკმაოდ ესეთი ოკულტური ორგანიზაციები, სადაც წარმოვიშვა ფაქტობრივად მთელი ნაციონალ სოციალიზმი, მაგრამ მოდით ისე დავუბრუნდეთ ამ ძველ ვედებს. ანუ უბრალოდ კონკრეტულ ტექნიკურ აღწერას, სადაც არსებობს წიგნი, უძველესი სანსკრიტული ტრაქტატი სახელწოდებით არც მეტი არც ნაკლები ვიმანიკ პრაკარანამ მომიტევეთ ვიმანიკ პრაკარანამ, რაც ქართულად ასე ითარგმნება ტრაქტატი ფრენაზე. მის ავტორობას მიაწერენ უდიდეს ბრძენკაც, იყო ესეთი უდიდესი ბრძენკაცი, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდა მხარდავაჯუ, რომლის კალამს ასევე ეკუთვნის რიგვედას რამდენიმე ჰიმნი, ეს ცნობილია და სხვა შორის აქვე ცოტას გადაუხვდა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს რომ მხარდავაჯუ იყო არიელი მისიონერი და ინდოეთში დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩავიდა რაიონიდან, ესეც საკმაოდ ხაზგასასმელია, რომელიც შავსა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობდა. ახლა კიდევ ანალოგი რო გავაკეთოთ, ის მაისურა ერქვა ერთ-ერთ დემონს, აქ კიდევ ესე იგი ადამიანი, რომელსაც მიაწერენ ამ ვიმანაკის ვიმანების ვიმან პრაკარანამის ავტორობას ასევე მოდის ქვეყნიდან, რომელიც სავარაუდოდ გავს კავკასიას და კონკრეტულად საქართველოს, მაგრამ არ მინდა ახლა შორს წავიდე და არ მინდა რაღაცნაირად ესეთი ამ კუთხით წარმართოთ საუბარი, თუმცა მინდა გითხრათ რომ ისევ ტულეს და ვრილს დაუბრუნდები, უბრალოდ აი იმ ადამიანებს, რომლებმაც ფაქტობრივად შექმნეს გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი, ფაკულტური ოკულტური ორგანიზაციის წარმომადგენლები და ისინი მიიჩნევდნენ სხვათა შორის რომ აი სწორედ კავკასიისა და კასპიისა და შავი ზღვის ცენტრიდან წამოვიდა არიული რასა ევროპაში და იქიდან მოხდა გავრცელება მთელს მსოფლიოში და სწორედ იქით მიუტოვდნენ ისინი, თუმცა ეს უკვე ცალკე თემა. ისევ დავუბრუნდეთ მოდით კვლავ აი ამ ტრაქტატს სახელწოდებით ვიმანაკ პრაკარანამ. პირველად ეს იგნი ანუ ვიმანიკ პრაკარანამ, რომელიც მე მგონი უკვე კარგად წარმოვთქვი, აღარ მეშლება. ეს მხოლოდ ამბობენ რომ ეს მხოლოდ მე-40-ს შეადგენს უდიდესი ვედური ნაშრომისა, რომელსაც ქვია ვიმანა ვიდიანა. ახლა წარმოიდგინეთ ეს პატარა მე-40-ი, რომელიც შემონახულია მასზე თითქმის თითოეული გვერდი ის ასახსნელად შესაძლებელია რამდენიმე ლაბორატორიაც აშენდეს და იმისთვის რომ დადასტურდეს. ახლა მოდით არ მინდა გავუსწრო საუბარს. ანუ ეს არის ჰაერ ნაოსნობის ხელოვნება, ესე ქვია ვიმანა ვადიანას, რომელიც ფაქტობრივად არის რომლის ნაწილი არის ეს ვიმანი პრაკარანა. ეს გამოქვეყნდა სხვადასხვა ოფიციალურად 53 წელს, მისი ტექსტი ჩაიწერა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ბუნებრივია აქ მეცნიერი სკეპტიკოსები, მათ შორის ისე მე და ჩემი რეჟისორი ბუნებრივია მასაც ეღიმება და ბუნებრივია შესაძლოა აქ ჩვენ დავსვათ კითხვა იმისა, რომ შესაძლოა რახან ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწერა, შესაძლოა რაღაც გარკვეული დეტალები იყოს იქ შეტანილი, მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც შეუძლებელი იყო წასულიყო ეს ჰაერ ნაოსნობა ისეთ დონეზე არ იყო, რომ დაახლოებით ისეთი აღწერილობა ყოფილიყო, რომელსაც დღესაც როგორც გითხარი ჩინელი მეცნიერები მუშაობენ და ფაქტობრივად ჩინელი სპეციალისტები მუშაობენ და განსვიფრებაში არიან, რამდენად შორს იყო წასული მაშინდელი ტექნოლოგიები, თუ რა თქმა უნდა ეს მაშინდელი ტექნოლოგიები იყო და არა სხვა რამ, თუმცა ამაზე რა თქმა უნდა როგორც დაგვიდით მე ჩემს გადაცემაში არ საუბრობ. ამბობენ რომ აი ეს ყველაფერი ჩაიწერა 20
საუკუნის 20-იან წლებში ვინმე ვენკატაჩაკამ ჩაწერა შარმოის დახმარებით, რომელიც აი ამ ბრძენკაცს გაესაუბრა და ამ ბრძენკაცმა რაღაცა თავისებურად განუცხადა მასის სიბრძნე, რომელიც მას თავის დროზე მასწავლებელმა გაანდო. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ვედური სიბრძნე და ზოგადად ეს ვედური ეპოსი არ გადაიცემოდა დამწერლობით, ეს ბოლო დროს რამდენიმე საუკუნის წინ დაიწყო მათი გადმოტანა ფურცელზე. ეს ყველაფერი ვედების სიძლიერეს სწორედ იმაში იყო, რომ სეპირი თქმით გადაეცემოდა ხოლმე ერთი რჩეული და მეორე რჩეულში და ხდებოდა მისი აი ესეთი აი დაახლოებით როგორც ახლა ფონია დაახლოებით აი ესე ყვებოდნენ როგორც მეგიყვებით, თუმცა ეს არა ესე, უფრო რაღაცნაირად ჰაერონა და უფრო რაღაც მელოდია საყოვლილი, მელოდიის საყელი და უფრო რაღაცა სასიამოვნო ხმით და ასე ხდებოდა მისი გადმოცემა და ასე უსმენდნენ მოწაფეები ამ ბრძენკაცებისა და სწორედ აი ესე გადმოეცა ამ ადამიანს, რომელმაც ჩაწერა ეს ტრაქტატი საფრენ აპარატების შესახებ, აი ასეთი გადმოცემით გადმოიტანა მან სეპირთქმა ფურცელზე. ნუ ამართლა უნიკალური ნაშრომი ზოგიერთი აღწურვილობის ანალიზი, როგორც უკვე მოგახსენეთ და აქვე კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, მეცნიერებს აძლევს ძალიან მყარ საფუძველს იმისთვის, რომ დასვან სერიოზული კითხვა და ჩვენს დღეს გადაცემაში როგორც გითხარით ამ კითხვას ვსვამთ. რამდენად შესაძლებელია, რომ ძველი ინდური ცივილიზაციის წარმოადგენლებს ქონოდათ გახსნილი ჰაერნაოსნობის საიდუმლოებანი. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს სკეპტიკური მიდგომა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომელსაც შეიძლება თქვენ ის ღიმილი, რომელიც თქვენ ახლა გაგიჩნდათ, რა თქმა უნდა, ამ ღიმილსა და სკეპტიკურ განწყობას მეც ვიზიარებ, მაგრამ გადაცემას ქვია X-კოდი და ბუნებრივია, რადგან არსებობს მკვლევართა ასეთი ვერსია, საკმაოდ სერიოზული მკვლევარები, რომელთა გვარდასახელები ბევრი მეცნიერისთვის, ბევრი ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ბევრი ამას წარმოადგენს, ნუ ჩემთვის არაფერი თქვენი არ არის, ხო, არანაირად მე მათ, რა თქმა უნდა, მათ ამით შეურაცხყოფას არ აყენებ, რომ მე არ ვარ ამ სფეროში გაცნობიერებული, შესაძლებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მეცნიერული ნაშრომებისა და დიდი მეცნიერული როგორც პრესტიჟის მქონე ადამიანების მიერ წარმოქმნილ ვერსიას ბუნებრივია ჩვენ გვერდს ვერ აუვლი და ამიტომაც მით უმეტეს როცა მიყვას გადაცემა X-კოდი. ნუ ზოგიერთი ნაწყვეტის სერიოზული ანალიზი, როგორც გითხარით ამ წიგნებიდან, მაშინდელი ეპოქის ადამიანთა მაღალ ტექნოლოგიურ ცოდნასა და უდიდეს ერუდირებაზე უსვამს ხაზს. ამას კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვი და სწორედ ეს არის ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა, უბრალოდ დღეს ჩვენ ვიმანებზე ვსაუბრობთ, თუმცა რა თქმა უნდა, აი ამ ძველი ცივილიზაციაში არსებულ თუ არ არსებულ აი ესეთი მაღალ ტექნოლოგიებზე საუბარი და ნუ ეს რა თქმა უნდა დოკუმენტური ცნობა არსად არ არის შემონახული, მხოლოდ შეიძლება შემოვიფარგლოთ ლეგენდებით, მითებით, პატარა აი ეს რაღაც გარკვეული არტეფაქტებით, რომელიც მეტნაკლებად შემორჩა კაცობრიობას და არქეოლოგები ყოველწლიურად მსგავს აღმოჩენებს აკეთებენ, ზოგიერთი მათგანზე ღიად საუბრობენ, ზოგიერთი კვლავ მუზეუმშია დავანებული და სპეცსამსახურები არაჩვენებენ უფრო მასას, იმიტომ რომ გარკვეული ალბათ თავისი გეგმები აქვს, მაგრამ მოდით დავბრუნდეთ ისევ აი ამ ვიმანაკილ შასტრას, აი ესეთი უბრალოდ აი ამ ტრაქტატს, სადაც აღწერილია საფრენი აპარატების შესახებ აღწერილობა მოცემული, იქ აღწერილია ვიმანების ექსპლუატაციის ყველა დეტალი. აი ძალიან საინტერესო საგულისხმოა, ჩვენ ახლა მალე დავასრულებ პირველ ნაწილს, მე უბრალოდ მოკლედ გეტყვით. მათ შორის არის ინფორმაცია ხანგრძლივი ფრენის სპეციფიკის შესახებ, წარმოიდგინეთ. ასევე ქარიშხალისა და ჭექაქუხილისგან დამცავ სისტემაზე. ნუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სულ სხვა ენითაა დაწერილი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სიმბოლოებით არის სავსე და როგორც გითხრათ, ამის საკითხვა ჭირდება გარკვეული ცოდნა, როგორც ტექნიკური და ასევე ცოდნა სანსკრიტული ლიტერატურისა და ზოგადად მითოლოგიისა, მაგრამ არსებობენ სპეციალისტები და ამას ამბობენ. ასევე მოცემულია ძრავის მზის ენერგიაზე გადაყვანი ანტიგრავიტაციული მექანიზმის მუშაობაზე. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი რამ არის მოცემული. ვიმანის შასტრაში მოცემული ასევე დიაგრამები საფრენი აპარატის სამი ტიპის სახასიათებლად, თუ ფაქტობრივად მოცემულია ვიმანების აგების სქემა. და გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვნახავთ, რომ გარკვეულმა ჯგუფი ადამიანებისა შეეცადა ამ სქემის მიხედვით აიგოთ ეს ასეთი აპარატი და ნუ რა შედეგი გამოიღეს, ამაზე ჩვენ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში გესაუბრებით. მოვარგოთ X-კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X-კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. არსებობს უძველესი სანსკრიტული ტრაქტატი სახელწოდებით ვიმანაკ პრაკარანამ,
რაც ქართულად ასე ითარგმნება ტრაქტატი ფრენაზე. თქვენ უსმენთ გადაცემა X Codes, მე კი მისი წამყვანი ვარ მიშა მინოშვილი, კიდევ ერთხელ საღამოშვიდობისა. სწორედ ეს არის ჩვენი გადაცემის დღევანდელი მთავარი თემა. ვიმანიკ პრაკარანამ, ანუ ვიმანა საფრენი აპარატი, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ უძველეს ცივილიზაციაში კაცობრიობას ჰქონდა ჰაერში გადაადგილების საშუალება, რამდენად ზღაპრულადაც დაუჯერებლად შეიძლება ჟღერდეს ეს, მაგრამ ზღაპრებში მოცემული ლეგენდებში მოთხრობილი ამბების დეტალური ანალიზი, მათი შეჯერება დღევანდელ მეცნიერულ გამოგონებასთან, დღევანდელ მეცნიერულ ტექნიკურ პროგრესთან, გარკვეული ცდები უკვე მეტყველებენ მეცნიერებს აძლევს საფუძველს იმისა, ივარაუდონ, რომ უძველეს ცივილიზაციებში, უძველეს ცივილიზაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე რამდენიმე ათასწლეულის წლის წინ მათ შესაძლოა ქონოდათ ასეთი აპარატი, უბრალოდ ასეთი გადაადგილების საშუალება. ნუ მე გითხარით, რომ ვიმანის შესწავლაში აღწერილია ვიმანების ექსპლუატაციის ყველა დეტალი, მათ შორის ინფორმაცია ხანგრძლივი ფრენის სპეციფიკის შესახებ. ასევე გითხარით, რომ სპეციალური ტერმინიც კი არსებობს, რომელიც ერთგვარად წარმოადგენს საფრენი აპარატების თანამედროვე ანგარის ერთგვარ ნაირსახეობას, სადაც ეს ვიმანები ერთად იყო თავმოყრილი, ანუ ვიმანა გრიხა და გითხარით კიდეც, რომ როდესაც ღვთაებები, ანუ ბოროტები იძლეოდნენ ხოლმე კეთილი გმირებით და კეთილი ღვთაებებით, მათი საფრენი აპარატები, ანუ ბოროტი დემონების კუთვნილი საფრენი აპარატები მათ ვიმანა გრიხაში გადადიოდა. ნუ რამდენიმე წლის წინ მოდით მე პირდაპირ გადავალ, ბევრის თქმა შეიძლება, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის დროის ნაკლებობას განვიცდით, ამიტომ მე პირდაპირ გადავალ სამეცნიერო კვლევაზე, მე გითხარით კიდეც, რომ ბევრმა მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ამ ნაშრომში, რომელიც ფაქტობრივად არის ტრაქტატი, ფაქტობრივად არის მოცემულობა, გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა აშენო ეს აპარატი, როგორ უნდა მართო ეს აპარატი და რა არ უნდა გააკეთო, ყველაფერი დიეტაც კი არის აღწერილი, როგორც ამბობენ მკვლევარები, თუმცა მოდით ამაზე დეტალურად ვისაუბროთ. რამდენიმე წლის წინ მეცნიერმა ნარინ შეთხიმ ქალაქ ჰაიდარაბადში გამართულ სიმპოზიუმზე ძველი ინდოეთის ტექნოლოგიები, სხვადასხვა ამ სიმპოზიუმზე მეცნიერთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ მოხენჯოდა, რომ მართლაც ბირთვული კატასტროფის შედეგად დაინგრა, ჩვენ ამაზე ქონდა უკვე საუბარი და ამ თემას ჩვენ ნაწილობრივ შევხედავთ გადაცემის ბოლო ნაწილში და საზოგადოებაც წარუდგინა ნარინ შეთხმა ამ სიმპოზიუმზე ძველი ინდური მანუსკრიპტების შესაბამისად იქ მითითებული ინსტრუქციით ლაბორატორიაში მიღებული სამი ნივთიერება, ორი მყარი და ერთი თხევადი. ნუ ფაქტობრივად ის ნარინ შეთხი ამტკიცებს, რომ ვიმანიკალ პრაკარანამში დეტალურად არის აღწერილი საფრენი აპარატის ტექნოლოგიები, როგორც გითხარით, და მან შეეცადა, რომ ეს ყველაფერი სახიერად წარმოედგინა არა მხოლოდ პუბლიკისთვის, არა მხოლოდ ქულების დაგროვებისთვის, არამედ მეცნიერთა იმ წრისთვის, რომელიც სკეპტიკურად უყურებს ამ ვერსიას, რომელსაც ჩვენ დღეს ვახმოვანებთ. და ეს მასალები რისგანაც ააგეს, ანუ ყველაფერი იმის მიხედვით, ანუ ეს ყველაფერი ცოდნა საჭიროებს, ანუ არ არის საკმარისი იყო დაუშვათ ტექნოლოგია, არ არის საკმარისი იყო მეცნიერი, უნდა იყო ასევე კარგად ფლობდე სანსკრიტს, კარგად ფლობდე ვედურს, კარგად კითხულობდე დაუშვათ თუ რას ნიშნავს, ანუ ყველაფერი სიმბოლოების გაშიფრვაც უნდა შეგეძლოს და ეს ადამიანი ნარინ შეთხმა ამ ადამიანმა შეძლო საკმაოდ რსქელტანიანი ნაშრომი გამოუშვა და ძალიან ბევრი მკვლევარი, რომელიც აქამდე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამ ვერსიის მიმართ, რომელსაც კიდევ ერთხელ გამოვიდნენ ჩვენ ვახმოვანებთ დღეს, რაღაცნაირად სრულებით შეცვალა მისი მიმართულება. ნარუ შეთხის ინფორმაციით ეს ვიმანიკ პრაკარანამის მთელი თავი მიძღვნილია უნიკალური ხელსაწყოს ნელა წავიკითხა, იმიტომ რომ ძალიან რთული წარმოსათქმელია, გუხა გარბხა დარაშ ინტრას აღწერას. ნუ რა არის ეს გუხა ბხარა დარაშ ინტრა? ეს არის ხელსაწყო, რომელსაც ამაგრებდნენ საფრენ აპარატზე და მისი დახმარებით ვიმანებიდან, ანუ საფრენი აპარატებიდან გითხარით, თუ ასე ერქვა საფრენ აპარატებს სანსკრიტულ ლიტერატურაში შესაძლებელი იყო მიწის ქვეშ განთავსებული ობიექტების აღმოჩენა. წარმოიდგინეთ, ესეთი დეტალებიც კი არის აღწერილი უძველეს მანუსკრიპტებში, თუმცა ბევრ მკვლევარს რა თქმა უნდა რაღაცნაირად ეჭვიეპარება, რომ ეს შესაძლოა თანამედროვე რედაქტირებით მოხდა. გითხარით კიდეც, რომ გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩაიწერა ეს ვედები, ზოგადად ეს ეპოსიც და მთელი სანსკრიტული ეს ეპოსი და ვედური ლიტერატურა ეს ზეპირ სიტყვერებით გადმოიცემოდა და მხოლოდ მოგვიანებით მოხდა მისი აღწერა, მაგრამ ეს სრულებით ანიშნავს, თუნდაც 20-იან წლების 20-იან მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იყო დაწერილი, ის მაინც წინ უსწრებდა მაშინ
მაშინდელ ავიაციის და მაშინდელ ჰაერნაოსნობას. და სავარაუდოდ აი ამ პუნქტში საუბარია მეტოქის მიწისქვეშა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზეც კი დეტალურად არის ეს ყველაფერი აღწერილი. გუხარ ბახადარაშ ინტრა შედგება 12 კომპონენტისაგან. მათ შორის თავისებური ნახევარ გამტარი არის ჩამაკა მანისაგა, ეს არის მაგნიტური თვისებების მქონე შენადნობი, რომელიც დემონსტრირება ასევე მოახდინა მეცნიერმა გადავხედავ ფურცელს ნარინ შეთხმა, რომელმაც ეს ყველაფერი რაღაცნაირად დააწყო და მეცნიერებს მის კოლეგებს წარუდგინა სახიერად თუ რამდენად შესაძლებელია სწორედ აი ამ ძველი მანუსკრიპტების დახმარებით ამ ტექნოლოგიებით, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ფურცელზე ნაჯღაბნი და რაღაც ფანტაზიის ვიღაცა თუნდაც იოგის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ეს არის საკმაოდ ტევადი ნაშრომი და მან ეს დაასაბუთა. და ფაქტობრივად აი ნარის შეთხის აზრით საუბარია ენერგეტიკული გამოსხივების წყაროზე, რომელსაც შეუძლია მიწისქვეშ გადამალული ნივთების მოძიება მიკროტალღოვანი სიგნალების დახმარებით და მან აი ამ სიმპოზიუმზე ეს ნაწილობრივ წარადგინა კიდეც მე არ ვიცი ახლა როგორ შეძლო მაგრამ ნივთიერების მეტალის შედგენა, რა თქმა უნდა ეს მან საიდუმლოდ შეინახა, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით რომ ახლა არ ვიცი რომელი სახელმწიფო, გერმანია მაგალითად, ნაცისტური გერმანია სერიოზულად მუშაობდა ამ საკითხზე, ამბობენ რომ დღესაც სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე ამჯერად ჩინელი მეცნიერები. ნარინ შეთხს 3 წელი დასჭირდა იმისთვის რომ დაედგინა 14 ნივთიერება, რომლისგანაც აი ამ ფორმულის თანახმად, რომელიც ამ წიგნში იყო მოცემული, შედგება შენადნობი ჩამბაკამანი, შემდეგ ინდური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომლობით ბომბეში მეცნიერმა შეძლო მისი დამზადება. აი ესე ძალიან საინტერესოა. შენადნობი აღწერილია როგორც მაგნიტური თვისებების მქონე მყარი შავი მასალა, რომელიც არ შედის რეაქციაში მჟავასთან და მასში ძირითადად ჭარბობს სილიციუმი, ნატრიუმი, რკინა და სპილენძი. მოდით აქ ცოტა ხანი დავუთმოთ ეთერი კვლავ რეკლამას და შემდეგ ამ საინტერესო თემით კვლავ დაბრუნდეთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში. ვივანიკ პრაკარანამ ტრაქტატი ფრენაზე, ასე ითარგმნება ქართულად ეს ძველი სანსკრიტული ნაშრომი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. კიდევ ერთხელ საკონშვიდობისა თქვენ უსმენთ გადაცემა X-კოდს, მე ვარ მისი წამყვანი მიშა მიგნოშვილი. არ დავკარგოთ დრო და კვლავ გავყვეთ ბატონ ნარინ შეთხის მიერ მოკლეულ მასალებს, ანუ მან გითხარით რომ რამდენიმე წლის წინ აი ამ ძველი ლიტერატურის და ძველი აი ამ გეგმის თანახმად მიაკვლია კიდეც იმ მასალას და იმ შენადნობს, რომელიც იყო მითითებული ამ ნაშრომში. 14 წელი დასჭირდა გითხარით და ბომბეის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დახმარებით მან შეძლო მისი დამზადება. შენადნობი აღწერილია როგორც მაგნიტური თვისებების მქონე მყარი შავი მასალა და დაახლოებით ისეთივე როგორც გუგხარ ბადხარშა ინტრა იყო, მომიტევეთ ეს ბევრი თანხმობის თავყრილობა ყოველთვის წარმოთქმა ძალიან რთულია, მაგრამ თავარი არის ეს იყო მოწყობილობა, რომელიც რადარის ფუნქცია ჰქონდა მას და შეეძლო დაუშვათ მტრის ბანაკის მიწისქვეშ დავანებული გარკვეული ნებისმიერი ნივთის აღმოჩენა და ფაქტობრივად მან აი ამ ნარინ შეთხმა აი ასეთი ნივთიერების გამოყვანით უკვე ფაქტობრივად დაადასტურა რომ მსგავსი მაგნიტური თვისებების მქონე ნივთიერების მიღება არ შესაძლებელი, თუმცა ბუნებრივია ყოველივე ეს მან საიდუმლოდ შეინახა. მეტიც აი მან აი ამ წიგნში, რომელზედაც ჩვენ ვიმანიკ პრაკარანამ, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, სადაც ფაქტობრივად დეტალურად არის აღწერილი საფრენი აპარატის ნებისმიერი მისი ფუნქცია, როგორ უნდა მართო, როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა ჩაიცვა, რა უნდა მიირთვა, ანუ დიეტაც კი არის აღწერილი. წარმოიდგინეთ აი ესეთი საინტერესოა, ბევრი ის თქმა შეიძლება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შემდგომ გადაცემის შემდგომ თუ რაც ჩვენ ეთერში ვერ მოვასწარით, რისი თქმაც ეთერის დროის სიმცირის გამო, თქვენ შეგიძლიათ შეგრძნდეთ გადაცემა X-კოდის Facebook-ის გვერდზე და იქ უკვე გაიცნოთ ლიტერატურას მე შემოგთავაზებთ ამ წერილობრივი და ტექსტური ფორმითაც და ბუნებრივია სხვადასხვა ლინკების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ უფრო დეტალურად გაიცნოთ ამ საინტერესო მასალას, ამ საინტერესო მეცნიერისა. დაახლოებით საინტერესოა რა ენერგიის წყაროზე მუშაობდნენ ეს აპარატები, ბუნებრივია მათი რაოდენობა მეცნიერმა რაღაცნაირად დაადგინა რომ არის 7, ზუსტად ისევე როგორც აი ამ აპარატზე განლაგებული სარკებისა, ანუ 7 სარკე ქონდა აი ამ აპარატზე განლაგებული, სარკე ბუნებრივია ალბათ ლინზის ეკვივალენტია და ლინზა და სარკე აქ თითქმის ერთნაირი ფუნქციისა
ფუნქციონალური დატვირთვისა. ერთ-ერთი მათგანი ამ სარკისა, რომლის სახელწოდებაა პინჯუნი, სარკე იცავდა პილოტის თვალებს მოწინააღმდეგის ვიმანიდან გამოშვებული ეშმაკის ხუებისგან. წარმოვიდგინეთ, ეს ყველაფერი არის აღწერილი ესეთ რაღაცა ტრაქტატში, რომელსაც ძალიან ბევრი მკვლევარი მანამდე ყურადღებას არ აქცევდა, სანამ ტექნოლოგია წინარ წავიდა. ბუნებრივია 20-იან წლებში, როდესაც ეს დაიწერა, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვედები ზეპირსიტყვიერად გადმოიცემოდა ხოლმე და შემდგომ ხდებოდა მისი უკვე ჩაწერა ფურცელზე გადატანა იმ სიბრძნისა, რაც თაობიდან თაობაზე მხოლოდ ზეპირსიტყვიერებით გადაიცემოდა და როდესაც ეს ყველაფერი ჩაიწერა 20-იანი წლები იყო და მაშინ ამას ყურადღებას არ მიაქცევდნენ ბუნებრივია, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებზე იყო საუბარი, რაზედაც მხოლოდ დღეს არის დღეს მუშაობენ და მხოლოდ დღესაც არ არის ბოლომდე ეს მიკვლელი, თუმცა როგორც გითხარით, აი მეცნიერმა, რომელიც მეტნაკლებად კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს კიდე სათუო თემა, მე კი არ ვასაბუთებ, რომ ეს მხოლოდ რადგან მან ეს გააკეთა, რომ ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეეცადა მის მტკიცებას და გარკვეული სკეპტიციზმის მოხსნა იმ მეცნიერებისა, რომლებიც მას ერთგვარ გულგრილად უყურებდნენ და რაღაცა ეჭვის თვალითაც შესქეროდნენ და დასინოდნენ, ალბათ გულში ფიქრობდნენ, ნუ რამდენი სულელი უნდა გამოჩნდეს და ბოლო-ბოლოს არ უნდა დასრულდეს ამდენი ყალბი მეცნიერების გამოჩენა ამ მეცნიერთა და ნუ არ ქმნევენ თავის თავს მეცნიერ, მაგრამ როგორც ხედავთ, ნენის შეთქმა თავის რეაბილიტაცია მოახდინა, არათუ რეაბილიტაცია, არამედ დაასაბუთა კიდეც, რომ ასეთი საფრენი აპარატების არსებობის ალბათობა სავსებით რეალურია. ნუ მოდით უძველეს ტექნოლოგიების მოქმედების პრინციპის გასარკვევა ზოგადად ჩვენ მაინც უნდა დავუბრუნდეთ უძველეს დროში და ამიტომაც გვაქვს ჩვენ ფონად დღეს ესეთი ინდური საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო მელოდია და ჩვენ უბრუნდებით ხშირად ვახდენ ციტირებას დღევანდელ გადაცემაში მახაბხარადან რამაიანიდან და უნდა დავუბრუნდეთ ძველ დროში, სხვაგვარად ვერ გავიგებთ, ანუ ლეგენდისა და აი მეცნიერული კვლევების სინთეზით შეიძლება რაღაცა ჭეშმარიტებას მივაკვლიოთ და მხოლოდ ასე შეიძლება უკვე ვივარაუდოთ თუ არ ვივარაუდოთ, მივიღოთ თუ არ მივიღოთ მეცნიერების ეს ვერსია, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. ეგრეთ წოდებული რამას მეფობის პერიოდში უნდა დავუბრუნდეთ, რომელიც აი ეს რამას იმპერია განლაგებული იყო თანამედროვე ინდოეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე მთლიანად 15000 წლის წინანდელ დროზე მაქვს საუბარი. ამბობენ, რომ ამ რამას იმპერიის 7 უდიდესი ქალაქი იყო ცნობილი ინდურ მანუსკრიპტებში, როგორც რიშის 7 ქალაქი, რიშის 7 დიადი ქალაქი და ამავე უძველეს ხელნაწერებში დაცულია ცნობა იმის შესახებ, რომ ამ რიშის 7 ქალაქის რჩეულნი, ანუ განსაკუთრებული ნიჭით, განსაკუთრებული ღირსებით დაჯილდოებული ადამიანები, მათ ჰქონდათ აპარატი, კიდევ ერთხელ მათ ისინი ბატებზე და დინოზავრებზე და დრაკონებზე კი არ დაფრინავდნენ, არამედ ჰქონდათ სავსებით რეალური აპარატი, რომლის აღწერილობა, როგორც გითხარ, ვიმანაკ პრაკარანამში არის დეტალურად აღწერილი, ამაზე აღარ შევაჩერებ თქვენს ყურადღებას და ასეთი აპარატის საშუალებით დაფრინავდნენ. ანუ ყველაფერი, აი ყოველ ლეგენდას ერთგვარი თავისი საფუძველი ტექნოლოგიური შეიძლება ითქვას გააჩნია. ნუ სამწუხაროდ ვიმანებს კიდევ ერთხელ აღვნიშნავ და განმეორდები და ვიტყვი, ისევე როგორც სხვა სამეცნიერო მიღწევებს ადამიანები იყენებდნენ მილიტარისტული მიზნებისთვის, მსგავსი საფრენი აპარატი თუნდაც ლეგენდებში ძირითადად ხდება მხოლოდ ბრძოლებში, ანუ ერთმანეთის შეტაკების დროს იყენებდნენ დემონები და რაქშასები და ღმერთები და განხთობილი გმირები და ასე შემდეგ და როგორც ჩანს, სწორედ აი ასეთი საფრენი აპარატიდან ჩამოგდებული მასობრივი განადგურების იარაღი გახდა აი ამ რამას იმპერიის მთავარი განადგურების მთავარი მიზეზი და სწორედ მე შეგახსენე ჩვენ გქონდა ერთხელ გადაცემა მოხენჯო-დაროზე და ბუნებრივია ჩვენ ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით, თემას, ანუ იყო თუ არა ბირთვული კატასტროფა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, იყო თუ არა ზოგადად ცივილიზაციის არსებული ცივილიზაციის დაყოფის, დიდი ცივილიზაციის დაყოფის, რომელსაც სხვადასხვა წყაროში სხვაგვარად მოიხსენიება ზოგადად კაცობრიობის ნებისმიერ ქვეყნის ისტორიაში აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად, თუმცა ძირი ერთია. და ნუ არ მინდა ახლა ძალიან შევწავალთ ამაზე საუბრით და გეტყვით, რომ სწორედ ბირთვული კატასტროფა დაასახელეს მოხენჯო-დაროს უდიდესი ქალაქის განადგურების მიზეზად მკვლევარებმა დევენპორტმა და ვინჩენციმ, ესენი ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის მთავარი გმირები იყვნენ, როგორც გითხარით და მათი აზრით ის რამაც მიწასთან გაასწორა უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი მოხენჯო-დარო და ის რამაც გამოიწვია მოსახლეობის მოულოდნელი და მყისიერი გარდაცვალება. გითხარით, რომ ეს მოულოდნელი გარდაცვალების ფაქტები დადასტურებულია ამ ძვლების
ბომბების და ნეშტების განლაგებით და ეს ყველაფერი ის ზალა იყო, რამაც გამოიწვია ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ადვილად წარმოსადგენია, როგორ აღიქონდა ამას აკადემიური მეცნიერული წრე, ასეთ განცხადებას გასული საუკუნის 70-იან წლებში, თუმცა თუკიღა ზემოთქმულიდან გამომდინარე ძველვედურ ტექსტებზე დაყრდნობით ვარაუდის დონეზე მაინც დაუშვებთ, რომ ვიმანების, ანუ საფრენი აპარატების არსებობის ალბათობა არის შესაძლებელი, მაშინ რატომ არ შეიძლება დაუშვათ, რომ ცივილიზაციას, რომელსაც ჰქონდა ასეთი აპარატები, არ შეიძლება ქონოდა მას ასეთი განადგურების, მასობრივი განადგურების იარაღი. შეგახსენებთ, რომ დევენპორტის და ვინჩენტის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო თიხა და მწვანე შუშა, მოკლედ გეტყვით, ახლა ამაზე არ მინდა შევაჩერებ, მაგრამ საინტერესოა, ბუნებრივია, ეგრეთ წოდებული ტექტიტების მთელი პლასტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ თიხა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ჯერ გადნა და შემდეგ წამიერად გაქვდა და ასეთი რამ მხოლოდ 1500 გრადუსის პირობებშია შესაძლებელი და სხვადასხვა საინტერესოა, რომ სწორედ ასეთი ტექტიტებით იყო მოფენილი ჰიროსიმა და ნაგასაკი, მას შემდეგ რაც ბირთვული აფეთქება მოხდა და სწორედ ასეთივე შუშის კრისტალები მოიძიება ნევადის შტატში ყოველი, იცით რომ ნევადის შტატში მუდმივად ბირთვული ესეთი ქობინების და ბირთვული აფეთქებები ტარდება, ბირთვული გამოცდა, ბირთვული იარაღის გამოცდა. მაგრამ ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემატიკიდან გამომდინარე, საინტერესო გახლავთ ის, რომ დევენპორტმა და ვინჩენტიმ თავისი ჰიპოთეზის წამოწევისას ეყნობოდა არა მხოლოდ აი მოხენჯოდაროს ნანგრევების ანალიზს, არა მხოლოდ აი მეცნიერულ ანალიზს, არა მხოლოდ ლაბორატორიებში ჩატარებულ კვლევას, არამედ უძველეს ინდურ ტექსტებს, სადაც არაერთხელ არის აღწერილი ღმერთები და მათ მიერ აი ამ იარაღის გამოყენების ფაქტი და მიმართოთ ისე მახაბჰარატა, სადაც გმირი არჯუნას ინდრას მეტლე აძლევს იარაღს, რომელიც პოემაში ბრაჰმა შირასის სახელით არის მოხსენებული. ცოტა სწრაფად საუბრობდი, ახლა მე ეპოსის ციტირებას მოახდენ ცოტა უფრო მშვიდად, რომ ამ მელოდიურ ხანგებში რაღაცნაირად თუ კარგად აღიქვათ ეს შინაარსი. ბრაჰმა შირასის სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც ბრაჰმას კვერთხი, მისი აღწერილობა კი ასეთია. აი ციტირებას ვახდენ. მისი ისრის წვერი იყო ალი და მზის მხურვალებით სავსე, ხოლო მისი დაბოლოება მისმა შემქმნელმა ქარით გაავსო. ისრის სხეული შეიქმნა სივრცისგან ზომით კი არც მერას და არც მანდარას ჩამოვარდებოდა. ის არის ყველა საწყის და ნივთიერებას მოიცავდა და ენით აუწერელ ბრწყინვალებას ასხივებდა, კვამლით გარშემორტყმული შიშის თესთა ყველა მეომარში. მცირე განმარტება მერა და მეორე მთა, ეხლა გეტყვით, ეს მერა ფაქტობრივად არის მწვერვალი ჰიმალაიზე, რომელიც სიმაღლე გახლავთ 6476. მეორე მთა ახლა ჯერჯერობით არასოდეს, ხო ბორცვია შემორჩენილი, მანდარაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმარისია, ხო 6470, ესეც საკმარისია უკვე, რა სიმაღლის იყო ის არის, ანუ რაზეა საუბარი და თან მინდა მიაქცევ ყურადღება, რომ ის თავშიც მზის მხურვალებაა და ბოლოში კი ქარი. აშკარაა, რომ აბსოლუტურად, შეიძლება ეს ზღაპრული მომენტია, ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები და გეტყვით, რომ მუდმივად უნდა გქონდეს გარკვეული ცოდნა და ამ მეცნიერებს, რომლებიც ამ ვერსიას თავაზობენ, ვერსიას, რომელზედაც ჩვენ დღეს საუბრობ და ალბათ ვისაუბრებთ კიდევ სხვა გადაცემაში, აი ეს ცოდნა გააჩნია და ამიტომაც თავაზობენ ისინი ძალიან საინტერესო იდეას. აშკარაა, რომ აქ ფრაგმენტში, რომელიც მე მოგახსენე აღწერილია, ფაქტობრივად რაკეტა, ხომ დამეთანხმეთ, ახლა შეიძლება ვიღაცას კვლავ გაიღიმოს, როგორც მე მეღიმება და ჩემს ირგვლივ მჯდომთ, აქ მაგიდასთან ხო, მაგრამ ყოველ მსხდომთ უკაცრავად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ნამდვილად გავს ბირთვულ რაკეტას, თუნდაც გავდეს, რატომაც არა, მართლაც გავს და რომლის ბოლოში შემქმნელმა ქარი, თანამედროვე ენაზე რო თქვან, საქშენი აპარატი ჩააყენა, ხოლო წვერში იდუმალი ალი და მზის მხურვალება მოათავსა. აშკარაა ნამდვილად, რომ ბრაჰმა შირასი, რომელსაც არა ძალიან დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი, რომელსაც ფაქტობრივად გაანადგურა რამას იმპერია და ეს კიდევ ერთხელ დევენპორტმაც დაადასტურა იმით, რომ ის რაც მოხდა მოხენჯოდაროში, ეს ნამდვილად ბირთვული იარაღია და ბრაჰმა შირასი ფაქტობრივად ამ ბირთვული იარაღის ერთ-ერთი ნამდვილად შეესაბამება იმ აღწერას თანამედროვე ბირთვული იარაღისა და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ბრაჰმა შირასი ჩამოაგდეს საფრენი აპარატიდან, რომელსაც ერქვა ვიმანი. ბრაჰმა შირასი თანამედროვე რო თქვა გითხარ ბირთვული ქობინებით არის აღჭურვილი და სწორედ ბირთვული ენერგია ის მზის მხურვალებას და უკვამლო ალიც, რომელიც იარაღის წვერშია მოთავსებული. მოდით მიყვეთ კიდევ მე მგონი გვაქვს დრო პოემის სიუჟეტს 3 წუთი მადლობთ. პოემის სიუჟეტს აი ამის გარდა ეს ამ იარაღს სხვა შორის აი კრიშნას გარდა
და რამას გარდა ეს იარაღი აქვს მის ბიძაშვილს და მთავარ მოწინააღმდეგეს და როდესაც ის ვერაფერს გახდა უბრალოდ კრიშნას ედგული მებრძოლის არჯუნას წინააღმდეგ მან ბრაჰმა შირასი გამოიყენა და მინდა ციტატა მოგიყვანოთ კიდევ რა მოყვა ბრაჰმა შირასის გამოყენებას ბრწყინვალე ჭურვი უკვალოალის ნათებით მოსილი გასროლილი იქნა უცებედად მთელი ჯარი სქელმანისმა დაფარა ჰორიზონტის ყველა მხარე წყდიაში ჩაიძირა აღიმართნენ ავის მომასწავებელი გრიგალები ღრუბლები ღმუილით აიჭრნენ ზეცის სიმაღლეზე ბზე თითქოს დაინგრა სამყარო ამ იარაღის მხურვალებით გავრცელებული ციებ-ცხელებასავით ცახცახებდა ამ იარაღის ალი დამწვარი სპილოები ელდანაცემები გარდბოდნენ ათასობით საბრძოლო ეტლი მეომრები და სპილოები ადგილზე დაფერფლამ საშინელმა აფეთქებამ არავის უნახავს და სმენია რამე ასეთი იარაღის მსგავსი ეს გახლავთ ფრაგმენტი მახაფხარატან და ფაქტობრივად დამეთანხმებით რომ ეს არის ბირთვული კატასტროფის აღწერა რომელიც საფრენი აპარატიდან ვიმარიდან გასროლილი ჭურვის აფეთქებას მოყვა სწორედ ამ ენერგიამ განადგურა ბევრი მკვლევარის აზრით რამას იმპერია 7 უდიდესი ქალაქი მათ შორის მოხენჯო-დარო და სწორედ ამაზე მსჯელობდნენ დევენპორტი და ვინჩენტი როდესაც თავისი ესეთი მეტად არაპოპულარული და მეტად სკანდალური ვერსია წამოაყენეს ну გადაცემა ჩვენი დასასრულს უახლოვდება ფიქრობ აი დღევანდელი ფონი დღევანდელი რაღაცნაირად ეს ციტატები მითოლოგიიდან ინდური ეპოსიდან რაღაცნაირად თუნდაც აი მათი მოსმენაც იყო თქვენთვის საინტერესო და რეზუმეს ნაცვლად მიუხედავთ იმისა გეტყვით რომ ჩვენ მიუხედავთ იმისა რომ ჩვენს მიერ მოყვანილ ვერსიას რომელსაც ძალიან ულამაზესი ინდური ეპოსის ციტატებით ვამყარებდი და ვამაგრებდით ყავს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე და ამ სკეპტიკოსთა აზრიც საკმაოდ დამაჯერებულად შეფათაშორის და ძალიან დამაჯერებელი არგუმენტები მოყავთ მათ აი ამ ვერსიის გასასამწვერებლად თუ შეიძლება ითქვას მაგრამ ფიქრობ შეიძლება დაუშვა და ვივარაუდოთ რომ ჩვენი უძველესი წინაპრები ძალიან შორს წავიდნენ მეცნიერული პროგრესის განვითარების პროცესში თუნდაც იმ მაგალითების შემონათვალით რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ მათ არათუ გააჩნდათ საფრენი აპარატები რომელთაც შესაძლებელი იყო როგორც ატმოსფეროს შრეებში კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მის მიღმა გადაადგილება არამედ ხმელეთსა და წყალქვეშაც კი მოძრაობა და თქვენ გახსოვთ ჩვენ გონდა ერთ-ერთი გადაცემა როდესაც 70-იან 80-იან წლებში საკმაოდ დიდი სკანდალი იყო გამოწვეული რაღაცა ამოუცნობი წყალქვეშა ობიექტების გამოჩენის გამო. Ну, ასეთი რაღაცნაირად თავარი არის ის რომ ეს სოდნა რომელიც მაშინ ქონდათ, ну, თუ დაუშვათ რომ ეს სოდნა ქონდათ, ეს სოდნა გამოიყენეს მათ გამოიყენეს ხვების დასაჩერად, ანუ გამოიყენეს არა პროგრესისთვის, არამედ რეგრესისთვის და ну, ყოველ შემთხვევაში რა მოყვა ამას, მოყვა მოხენჯო-დარო, მოყვა ბირთვული კატასტროფა და იმედია ჩვენ მათ შეცდომას არ გავიმეორებთ. დიდი მადლობა რომ ისმენდით, თქვენ უსმენდით გადაცემა X-Codes, რომელიც ყოველ პარასკევს გადის რადიო მედის პირდაპირ ეთერში და ჩვენ მომავალ პარასკევს კვლავ შევხვდებით ამავე ტალღაზე, ამავე დროს ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-Code რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშულთან ერთად.